გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით და დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმარს, ქალბატონ ასმათ ოქროპირიძეს. ქალბატონ ასმათს კარგად იცნობთ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ის გახლავთ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის მეცნიერ თანამშრომელი. ქალბატონი ასმათი მოვიწვიეთ დღეს სტუდიაში, რათა ვისაუბროთ ერთ-ერთ გამორჩეულ ტაძარზე, რომელიც გამორჩეულია თავის ისტორიული მნიშვნელობით და რა თქმა უნდა ქრისტიანული ხელოვნების თვალსაზრისითაც. ეს გახლავთ ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია და ალბათ თქვენ არ გაგიკვირდებათ თემის არჩევანი, რადგან ნოემბერი გიორგობის თვეა და აი სწორედ წმინდა გიორგისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ განსაკუთრებულ ტაძარსა და მის ფრესკულ დეკორს გაგაცნობთ ქალბატონი ასმათი. იმისთვის რომ ჩვენ დრო მეტი გქონდეს მთავარი თემის მოსასმენად, მე აღარ გავაგრძელებ სიტყვას და ვთხოვ ქალბატონ ასმათს, რომ ისაუბროს ამ ტაძარზე, რომელსაც მან თავისი შემოქმედებითი ცხოვრების რამდენიმე წელი მიუძღვნა. ის სწავლობდა ღრმად ამ ტაძრის ისტორიას, თვითონ მხუროთმოძღვრულ ტიპსაც კარგად გაეცნოდა, რა თქმა უნდა, იმ არაჩვეულებრივ ფრესკულ მხატვრობას, რომელიც იქნება ჩვენი საუბრის ძირითადი თემა. დიდი მადლობა ქალბატონო ნანა მოწვევისათვის და ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია მართლაც არის გამორჩეული, შეიძლება ითქვას, მარგალიტი ქართული საეკლესიო ხელოვნების ყოველ მხრივ. ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს სიონის წყალსაცავის გზაზე, გადასახვევიდან დაახლოებით მე-3 კილომეტრზე. იგი წარმოადგენს ერთდროს მიუვალი ციხესიმაგრის დედა ეკლესიას. საერთოდ ბოჭორმის ციხესიმაგრე ისტორიკოსთა დასაფუთებული მოსაზრებით მე-10 საუკუნეში უნდა ყოფილიყო კახეთის დედაქალაქი. თვითონ ციხე ბოჭორმის არის უნიკალური, რადგან ეს არის 3 რკალით შედგენილი ციხე და მიუვალია, რადგან მდებარეობდა კლდეზე და ამ დედაციხის ცენტრში მე-10 საუკუნის ბოლოსა და მე-11-ის დასაწყისში ააგეს ბრწყინვალე 6-აფსიდიანი ტაძარი. 6-აფსიდიანი ტაძრები საქართველოში ცნობილია, მაგრამ ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიის ხუროთმოძღვრება გამორჩეულია. იგი თავის დროზე შეისწავლა და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა მისი ხუროთმოძღვრების მიმართ აკადემიკოსმა გიორგი ჩუბინაშვილმა. და როგორც ბატონი გიორგი ბრძანებს, 6-აფსიდიან ეკლესიათა შორის ბოჭორმა გამორჩეულია თავისი მხატვრული ღირებულებით, რადგან მისმა ხუროთმოძღვარმა არაჩვეულებრივი სიღრმით და სიმძაფრით ამოიცნო ამ ტიპოლოგიის შესაძლებლობები და შექმნა განუმეორებელი პლასტიკურად ძლიერი, ექსპრესიული და მთლიანი ხუროთმოძღვრული ფორმა. და ისაც ვთქვათ ალბათ, რომ აი ეს სახეობა საეკლესიო ნაგებობისა სწორედ ამ პერიოდში ჩნდება საქართველოში, არა? ერთ-ერთი უადრესი ნიმუში ამ ტიპის ნაგებობებისა სწორედ ბოჭორმის წმინდა გიორგის ტაძარია, თუმცა იმ დროს, როდესაც შენდებოდა ჯვრის ტაძარიც, ანუ მე-6-7 საუკუნეში, იყო მცდელობა ამ ტიპის ნაგებობის შექმნისა, რა? დავასახელებთ კიდევ მასთან ერთად უფრო გვიან ნაგებულ კაცხის ტაძარს. არის ნაწილობრივ ნიკორწმინდა, რომელიც რამდენადმე გადაკეთებულია. თვითონ აი ამ მრავალაფსიდიანობის ისტორია ძალიან საინტერესოა და ის შეიძლება ითქვას, რომ მე-11 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და ცენტრალურ ვერტიკალური ღერძის გარშემო აგებული სივრცე. აი ამ თვალსაზრისით ბოჭორმის ხუროთმოძღვრება მართლაც უდიდეს არტისტიზმს ავლენს. ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ ცენტრისადმი დაპირისპირებულ აფსიდებს, რომელიც თავში დასრულებულია, ეს აფსიდები გვირგვინდება, ნალისებური ფორმის, რაღაც კვერცხისებური კონქებით და ამასთანავე შეედინებიან ცენტრის გუმბათქვეშა ცენტრის მიმართ და იქნება ერთიანი ძალიან ძლიერი და მხატვრულად შთამბეჭდავი სივრცე. შეიძლება ითქვას, რომ მასში არის არა მხოლოდ კონკრეტულად კახეთის არქიტექტურული სკოლისთვის დამახასიათებელი ნიშნები, არამედ იგი გარკვეულად წარმოადგენს ესთეტიკური თვალსაზრისით გაერთიანებული საქართველოს
ხუროთმოძღვრების ბევრ მონაპოვარს. ეს შეიძლება ითქვას მის პერანგის სამკაულზეც და ასე შემდეგ. ამ საკითხის განხილვა რა თქმა უნდა შორს წაგვიყვანს. სანამ თხრობას გავაგრძელებთ, ერთი სამწუხარო ფაქტი მინდა აღნიშნო, რომ ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია ვანდალურად იქნა აფეთქებული მე-20 საუკუნის 20-იან წლებში. ჩვენ სულ ტირით და განვიცდით სხვათა ძალმომრეობას, მაგრამ სამწუხაროდ ეს უმძიმესი ფაქტი ჩვენი ხელით მოხდა. ქართველების მიერ იქნა აფეთქებული და კიდევ რით არის განსაკუთრებული ანტირელიგიური მოძრაობის, რომელმაც ბევრი შედევრი იმსხვერპლა ქრისტიანული ხელოვნებისა და განსაკუთრებით სავალალო ის არის, რომ ბოჭორმის გუმბათი მანამდე ყოფილა მდგარი თავდაპირველი სახით. ჩვენ ვიცით, რომ ქართლსა და კახეთში განსაკუთრებით შემოსევათა გამო მიწისძვრების გამოც ხშირად. ალბათ მიწისძვრების გამოც მე-11 საუკუნეთა გუმბათები საკმაოდ იშვიათია. ამ მხრივ ტაო-კლარჯეთი გამორჩეულია. და აი ბოჭორმა მდგარა თავდაპირველი გუმბათით. და სულ ბოლო დროს ბატონ უარსაბ ტოგონიძის დიდი მცდელობის შედეგად აღმოჩნდა თავდაპირველი ერთადერთი უნიკალური ფოტო, სადაც ბოჭორმა აფეთქებამდეა დაფიქსირებული. ეს რაც შეეხება სამწუხაროდ. და მინდა დაგისვათ ამასთან დაკავშირებით კითხვა, ესე იგი ჩამონგრეული გუმბათი განაპირობებდა იმას, რომ დიდი ხნის განმავლობაში ირეცხებოდა კედლები, არა? აი რა მდგომარეობაშია ის მხატვრობა, რომელზედაც თქვენ უნდა ისაუბროთ, სადღეისოთ, ესაც ვამცნოთ მაყურებელს, იმიტომ რომ ალბათ მათი უმრავლესობა არ არის ნამყოფი იმ ადგილას, რადგან მიუვალია ეს ტაძარი და არ არის ისეთ მომლოცველობით მარშრუტებშიც მაინც და მაინც შეტანილი და მე ვფიქრობ დასათვალიერებლადაც აი ექსკურსიას რომ ვამბობთ ხოლმე იშვიათად დადიან. თუმცა მას მომლოცველი ბევრი ყავდა ისტორიულად. დიახ, თანამედროვე მომლოცველთა მარშრუტებში ის რა თქმა უნდა არ არის ჩასმული, სამწუხაროდ და როგორც თქვენ იბრძანეთ, საბედნიეროდ მას მლოცველი არც არასოდეს მოკლებია. და უწყვეტად განსაკუთრებით გიორგობის დღესასწაულზე იქ უწყვეტად მოდის მლოცველი ქართლიდან და კახეთიდან, უпростоრად ძირითადად კახეთიდან. ასეთი გამოთქმაც არსებობს მთაში ბოჭორმა ბარშიალავერდი. წმინდა გიორგის ეს ორი ტაძარი გამორჩეული თავისი თაყვანისცემით და დაკავშირებულებიც არიან ერთმანეთთან და ამის შესახებ თქვენ ალბათ იტყვით. დიახ. ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიის განსაკუთრებულ მნიშვნელოვანებას განაპირობებს არა მარტო მისი ხუროთმოძღვრების უმაღლესი დონე შეიძლება ითქვას, არამედ თვით ტაძარში თაყვანისცემის მთავარი საგანი ბოჭორმის წმინდა გიორგის სახელგანთქმული ხატი, რომელიც ისევ ბატონ გიორგი ჯუბინაშვილის მიერ იქნა თავის დროზე შესწავლილი და ხაზგასმულია მისი განსაკუთრებული უნიკალური იკონოგრაფია. ეს არის დიდი ზომის ხატი, ფეხზე მდგომი წმინდა გიორგით. მიუხედავად იმისა, რომ ხატი მრავალჯერ იქნა აღდგენილი, იგი იცავს თავის შიგნით მოიცავს მე-11 საუკუნეთა ქართული ჭედურობის ფენებს, რაც გვაძლევს მის საფუძველს, რომ იგი დათარიღდეს სწორედ მე-11 საუკუნით. ანუ, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მე-10 საუკუნეში, როდესაც ტაძარი აშენდა, ეს ხატი იყო თაყვანისცემის მთავარი საგანი. კიდევ ერთი რაიმეთია მნიშვნელოვანი ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი. ალბათ ჩვენმა მსმენელმა ნაკლებად იცის, რომ ამ ხატში დაცულია წმინდა გიორგის ნაწილი და მე თქვენი ნებართვით წავიკითხავ ბატონიშვილის ცნობას, რომელიც 1801 წელს განეკუთვნება. ცნობა ძალიან საინტერესოა. წელსა ამას 1800 გამოჩნდა ნაწილი წმინდისა მთავარმოწამისა გიორგისა მკლავი. ხოლო წელსა ამას 1800 ინება მეფემან გიორგიმ იგულისხმება მე-12-მ მოჭედა ხატისა წმინდისა მთავარმოწამისა გიორგისა ბოჭორმა წოდებულისა, რომელიც ასვენია თელავს წმინდის მოწამის ქეთევან დედოფლის ეკლესიაში, რომელიც იყო ძველად მოჭედილ გარნა სიძველისა გამო არღვის აღსოვდა ნაწილი მის შორის და ჰკურნებდა მრავალთა სნეულთა და უძლურთა სულთა უკეთურთა. ხოლო აჰყარეს რა ვერცხლი იგი, ჰპოვეს მკერდსა მას შინა დაფარული მკლავი წმიდისა, რომელიც ამ მოსჭედა მეფემან ძვირფასა და შთაასვენა კვალად ნაწილივე ხატსა მას შინა, რომლისა ძალითა და სასწაულითა იძლივა ომარ ხან,
რომელსაც დღესასწაულობენ დღესასწაულსა მისსა ერნი კახეთისანი ნოემბრის 10-ს. აქ პირდაპირ მითითებულია და ორ მომენტს უნდა გავუსვათ განსაკუთრებული ხაზი. ერთი ის, რომ ეს ხატი განსაკუთრებით პატივიდებოდა სწორედ 10 ნოემბრის დღესასწაულზე, ან 23 ნოემბრის გიორგობას, რომელიც სმენელს კარგად მოიხსენება, რომ დაბორბვლასთან არის დაკავშირებული, ანუ ბორბალზე წამებაზე და ქართველთა გამორჩეული დღესასწაულია და კიდევ ის, რომ ეს ხატი უწყვეტად იყო სასწაულმოქმედი და კურნავდა ადამიანებს. თვითონ ვთქვათ, რომ ამ ხატზე არის დღემდე შემორჩენილი წარწერა ქვედა ნაწილზე 4 ვარდულიზე, რომლებიც ჩარჩოს ქვედა ველზეა მოთავსებული, რომელშიც გიორგი მე-12-ის ვაჟი დავითი რუსეთის გენერალ მაიორად თავის დამსახელებელი სწორედ საუბრობს იმაზე, თუ როგორ გააახლა მან ეს ხატი და ავედრებს თავის თავს წმინდა გიორგის ხატს და 1801 წლით თარიღდება ეს წარწერა, დათარიღებულია წარწერა, ისე რომ როგორ ჩანს მას მალევე გასჩენია კიდევ გაახლების პირობა და ვითარება შექმნილა ისეთი და რაც თქვენ ახლა გააცანით მაყურებელს ეს მონაკვეთი იმაზე მოგვითხრობს, რომ არა მხოლოდ ბოჭორმაში იყო დაბრძანებული ეს ხატი, არამედ სხვა ეკლესიაშიც, თელავშიც ქონდა მას მიჩენილი ადგილი და ვიცით, რომ ალავერტშიც იყო ის 19 საუკუნეში გარკვეული პერიოდი გადმოტანილი და დაბრძანებული. რადგან ამას ქონდა თავისი ისტორიული განმაპირობებელი მიზეზები, კერძოდ ბოჭორმა 19 საუკუნეში უკვე სამწუხაროდ მიტოვებული ციხესიმაგრეა, საქართველოს რუსეთთან შერდების შემდეგ მან დაკარგა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა, არადა ბოჭორმა იყო უმთავრესი ციხესიმაგრე ივრის ხეობაში და როგორც აი ჩანს, ბოჭორმიდან ციხეთან ცნობილი სისტემით კავშირი მყარდებოდა თვით დავით გარეჯის მონასტერთანაც. ეს უძლიერესი ციხე იყო, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, 19 საუკუნეში მიტოვებული და იმისათვის, რომ ხატი და ტაძარი არ ყოფილიყო განძარცული, განსაკუთრებით ხატი სიფრთხილისათვის იგი ინახებოდა ალავერტში, თუმცა 23 ნოემბრის დღესასწაულისათვის მას საგანგებოდ მოაბრძანებდნენ ბოჭორმაში და ამით ეს ძალიან საგულისხმო ფაქტია, როგორ მიაგებდნენ პატივს მის თავდაპირველ სამყოფოს ხატის სამყოფოს. და ერთიც უთხრათ მაყურებელს, რომ მათ ამ ხატის ნახვა ამჯერად შეუძლიათ ხელოვნების მუზეუმში. ეხლა რაც შეეხება მხატვრობას. როგორც უკვე მოახსენეთ მაყურებელს, ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია ბრწყინვალე ნიმუშია ხუროთმოძღვრების, მაგრამ მე-11 საუკუნეთა მიჯნაზე, როდესაც ეს ტაძარი იქნა აგებული, ნამდვილად არ იყო გათვლილი მისი მოხატვა, რადგან ამ პერიოდში ტაძრების სრული შემოსვლა ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული საქართველოში, ეს სადღაც მე-11 საუკუნის 30-იანი წლებიდან იჩენს თავს, როდესაც ვიმეორებს, ტაძრის სივრცე მთლიანად იმოსება მოხატულობით. რა მეტყველებს ამაზე? ბოჭორმა შიგნიდან შემკულია ქვის პერანგით, ხოლო როდესაც ტაძრის მოხატვა იყო გამიზნული ქვის პერანგს არ იყენებდნენ, ტოვებდნენ ისეთ უსწორმასწორო ზედაპირს, რათა მას კარგად მიიღო ბათქაში. ასე რომ ვიმეორებთ მე-10 საუკუნეში ბოჭორმის მთავარი საკრალური მახვილი უნდა ყოფილიყო ჭედური ხატი, ალბათ მოოქროვილი. და ის არაჩვეულებრივად ეხამებოდა იმ მოოქროსფრო ქვის პერანგს. მაგრამ მახსენდება ტაო კლარჯეთის ტაძრები, რომლებიც ასევე მოპირკეთებულია შიგნიდან, მაგრამ შემდეგ არის გალესილი და არაჩვეულებრივად მოხატული. ეს პროცესი, ვთქვათ, დამახასიათებელი იყო. რა თქმა უნდა, ახლა ამ მხრივ კლასიკური მაგალითია შეიძლება ითქვას ატენის სიონი, აგებული მე-7 საუკუნეში და პერანგით შემოსილი, მაგრამ როდესაც მე-11 საუკუნეში უკვე აუცილებელი იყო ტაძრის მოხატვა, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულად ტექნიკურად არგებდნენ ამ ნალესობას და მერე იხატებოდა. აი სწორედ ეს ქმნის ერთ-ერთ განსაკუთრებულ პრობლემას მოხატულობისათვის. ჩვენ ვიცით, რომ ქართული საეკლესიო მონუმენტური მხატვრობის ისტორიაში საგანგებოდ არის ეს პრობლემა წამოწეული. ანუ ადრე აშენებული ტაძრები, სივრცე, რომელიც არ გულისხმობდა მოხატულობას, გარკვეულ პრობლემებს ქმნის უკვე მოხატულობისათვის, რადგან ხშირად ეს სივრცე არის დანაწევრებული, მრავალნაწილიანი, ხოლო კედლის მხატვრობას უყვარს ერთიანი, გაშლილი და
ურთიერთგაზიარებული სივრცე და სიბრტყეები. ანალოგიური პრობლემა გაუჩნდა ბოჭორმის მომხატველსაც, მაგრამ მით უმეტეს რომ სივრცე განსაკუთრებულად მრავალნაწილიანია, ექვსაბსიდიანია, მაგრამ სანამ ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიის უშუალო მოხატულობაზე ვისაუბრებთ, უპირველეს ყოვლისა შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება თუ ვის უნდა მოეხატვინებინა ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია, ვინ იყო მისი დამკვეთი და ვინ შეიძლება ყოფილიყო, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. სამწუხაროდ კონკრეტული ისტორიული ფაქტები დღეს არ მოგვეპოვება, არც წარწერები. თვითონ ტაძარში შემორჩენილი არის ფრაგმენტები ქტიტორის, საქტიტორო გამოსახულების, მაგრამ იქაც წარწერა გამქრალია უკვე. გამქრალია თვითონ ქტიტორის სახეც. ერთადერთი, რაც ჩვენ ორიენტირს გვაძლევს, ეს არის მისი შემსამოსელი. ტიტორი შემოსილი იყო შვინდისფერი კაბით და კლავზე ჰქონდა ოქროსფერი, ოქროთიდან შესრულებული ორნამენტი, კუფური. რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი უნდა ყოფილიყო უმაღლესი ფეოდალი, ანუ მეფე. ამასთანავე ქტიტორთან გვერდით გამოსახული არიან ისეთი უდიდესი წმინდანები, როგორებიც არიან საქრისტიანოსთვის კონსტანტინე დიდი და ელენე დედოფალი, იმპერატორები. ანუ აი ამ საიმპერატორო, სამეფო გამოსახულების გვერდით, რა თქმა უნდა, მხოლოდ მეფეს შეეძლო ჰქონოდა კადნიერება, რომ თავი გამოესახა. და ეს არ არის ვედრებით წარდგარი მეფე, იგი ლოცულობს ქრისტეს მიმართ და არა კონსტანტინესა და ელენეს მიმართ, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი ითვლება მოხატულობის შესრულების მომენტში თანასწორად საიმპერატორო რანგის წმინდანებისა. და თავისი ღვაწლით უტოლდება სწორედ კონსტანტინეს მოღვაწეობას, რომელმაც შექმნა ძლიერი იმპერია და რომელმაც სარწმუნოებას აზიარა ბიზანტიის იმპერიისა და, რა თქმა უნდა, რომის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ხალხები, არა? დიახ. და სწორედ ეს ვინ არის ეს? დიახ, და სწორედ ეს შეიძლება იყოს ამოსავალი ქტიტორის სავარაუდო იდენტიფიკაციისათვის და ჩვენ ვიცით, რომ ამ პერიოდში საქართველოს ისტორიის მე-11-მე-12 საუკუნის განმავლობაში გამორჩეული გვირგვინოსანი არის წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი, მეფე რომელმაც უკვე უარი თქვა ბიზანტიის საიმპერატორო კარისადმი დაქვემდებარებაზე და იგი სრული ღირსებით დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამოუკიდებელი მეფეა და ჩვენ ვიცით უფრო მეტიც ისტორიულად ის არის ძლევაის საკვირველის სტრატეგოსი ძლევისა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში გადაარჩინა მთელი საქრისტიანო. რა თქმა უნდა, მხედველობაში გვაქვს დიდგორის ომი. და 1104 წელს მან შემოიერთა კახეთი. დიახ. და ახლა კიდევ ერთი, რომელიც ჩვენ გვაძლევს საფუძველს მოხატულობის დათარიღების და შესაბამისად ქტიტორის თვითონ მოხატულობის სტილი. ჩვენ ვიცით, რომ სტილი არის უტყუარი ორიენტირი დროსა და სივრცეში და ის სტილისტური თვალსაზრისით ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიის მოხატულობა იმთავითვე განისაზღვრა ქალბატონი გაიანე ალიბეგაშვილის მიერ, როგორც მე-11-მე-12 საუკუნეთა მიჯნის მოხატულობა. მაგრამ მე-11-მე-12 საუკუნე აი ასეთი ზოგადი დათარიღება უკვე პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით მკვეთრად იმიჯნება. ანუ ბოჭორმა ან მე-11 საუკუნეში უნდა მოხატულიყო ან მე-12 საუკუნის დასაწყისში და რატომ? იმიტომ რომ აი შუაში ჩვენ ყავს მეფე აღსართანი, რომელიც ისტორიულად დახასიათებულია როგორც ცუნდრუკი და ურჯულო. და რა თქმა უნდა, თან ის რამდენიმე წელი კახეთის მეფე საუბრობთ და რა თქმა უნდა, ურჯულო და ცუნდრუკ მეფეს გამოვიყენოთ დახასიათება მემატიანისა, მაინც და მაინც არც დრო და არც სურვილი არ ექნებოდა ბოჭორმის მოხატვისათვის. ასე რომ ბოჭორმა ან მხოლოდ მე-11 საუკუნის ბოლოს არის მოხატული, ან მე-12 საუკუნის დასაწყისში. და სტილისტურად კი, სტილისტური თავისებურებები გამორიცხავს მხოლოდ მე-11 საუკუნეში მის მოხატვას, ამდენად ის უნდა იყოს მე-12 საუკუნისა კი შესრულებული. ახლა კიდევ რა კონტექსტი მოეპოვება მოხატულობას შინაარსობრივი, რომელიც გვაძლევს საფუძველს ქტიტორის იდენტიფიკაციისათვის. ეს არის
პროგრამა მოხატულობის, განსაკუთრებით ხაზი უნდა გაუსვათ წმინდა გიორგის და წმინდა მხედართა ცხენოსან ფიგურებს, რომლებიც ტაძრის ქვედა რეგისტრში მთელი ტანით მოიცავენ, შეიძლება ითქვას, მთელ მოხატულობას და ტრიუმფის განსაკუთრებულ განცდას ქმნიან მოხატულობაში, ასე რომ ეს არის თითქოს ინტონაცია ძლევაი საკვირველიდან მომდინარე. ახლა აქვე უნდა ითქვას, რომ 1105 წლებში წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა კახეთი შემოიერთა და ამით განასრულა საქართველოს გაერთიანება. რა თქმა უნდა, შემდეგ თბილისი დარჩა და თბილისი განთავისუფლდა დიდგორის შემდეგ. ასე რომ კიდევ უფრო ძლიერი არის ვარაუდი იმისა, რომ ბოჭორმა სწორედ დავით აღმაშენებელმა მოახატვინა. რადგან წარმოვიდგინეთ სიტუაცია, დავითმა შემოიერთა კახეთი, მობრძანდება ასეთ დიდებულ ციხესიმაგრეში, დიდებულ ეკლესიაში, მაგრამ ის მოუხატავია მე-12 საუკუნეა. რა თქმა უნდა, სამეფო ბრძანებით ბოჭორმა იქნა მოხატული. მით უმეტეს რომ აქ უკვე უნდა ჩავთოთ ჩვენ ბოჭორმის მოხატულობის სხვა თავისებურება. ის მხატვრული თვალსაზრისით ალბათ დამეთანხმებით კალბატონი ნანა რომ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას მე-11-მე-13 საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი უბრწყინვალესი გამოხატულებაა. ამაზე მეტყველებს თვითონ პირველ რიგში მისი პალიტრის სიმდიდრე. მთელი ტაძარი შესრულებულია უძვირფასესი ბადახშანის ფონზე. ბადახშანი არის ლაჟვარდის განსაკუთრებული სახეობა. ხოლო აი ამ რაოდენობით ბადახშანის გამოყენება, რა თქმა უნდა, თავისთავად კიდევ ერთხელ დამატებით მეტყველებს სამეფო დაკვეთაზე. აი ამგვარი მასშტაბით იშხანი და ყინტვისი შეიძლება გავიხსენოთ ლაჟვარდის გამოყენებისა. გარდა მაგისა, თვითონ ოსტატობის არაჩვეულებრივი სიმაღლე, საღვთისმეტყველო აზროვნების სიღრმე გვიჩვენებს, რომ ბოჭორმა არის ძალიან მაღალი რანგის სახელოსნოს მიერ შესრულებული და რა თქმა უნდა მისი დამკვეთი არის მეფე. და კიდევ ერთი ფაქტი, აი ამ მონაცემების გათვალისწინებით, სწორედ ქტიტორის გამოსახვა წმინდა კონსტანტინესა და წმინდა ელენეს გვერდით ხაზს უსვამს დავით აღმაშენებლის შესაძლო დამკვეთობას, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რუისურბნისის კრების ძეგლის წერის შესაბამისად წმინდა დავით აღმაშენებელი შედარდა მრავალ დიდ მეფეს და მათ შორის კონსტანტინედიც, როგორც რჯუნდებელს, ახალ რჯუნდებელს საქართველოსათვის. და არსენბერს აქვს პანეგირიკი დავით მეფისადმი, არა? არსებობს ესეთი წერილობითი წყარო, სადაც არის ჩამონათვალი სწორედ იმ დიდი მეფეებისა, მათ შორის ალექსანდრე მაკედონელისა, ვისაც ედრებოდა დავითი აღმაშენებლად წოდებული მოგვიანებით და კონსტანტინე დიდიც მათ შორის არის და ეს მართლაც არის ერთ-ერთი ისეთი ირიბი, მაგრამ დამაჯერებელი საბუთი, რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ ბოჭორმის მოხატულობა დავით აღმაშენებელს უკავშირდება. ქალბატონო ასმათ, და თუ შეიძლება აი პროგრამა როგორ არის შედგენილი მთლიანად, ჩვენ ვთქვით, რომ წმინდა გიორგის ეძღვნება, მაგრამ წმინდა გიორგის გარდა იქ აუცილებლად უნდა ციკლის გარდა აუცილებლად უნდა იყოს სხვა გამოსახულებებიც არა, როგორც ეს მიღებულია საერთოდ. ურთულესი მოხატულობა ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ კლასიკური სისტემა გათვლილია 4 ნაწილიანობაზე, საკურთხეველი და დასავლეთი და სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები. ხოლო მხატვარს დახვდა 6 აფსიდი. და აი რომ დავიწყოთ საკურთხევლის აფსიდით, რა არის იქ გამოსახული და შემდეგ უკვე დანარჩენ აფსიდებზე გადავიდეთ. აი სანამ თვითონ ამ პროგრამის შესახებ ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი სავალალოდ თითქმის აღარ არსებულ ფერწერას. როდესაც შედიხარ ტაძარში, იქ მხოლოდ ფრაგმენტებია დარჩენილი, თუმცა კარგად დაკვირვების შემდეგ მთელი სისტემის აღდგენა ხდება შესაძლებელი. თვითონ საკურთხევლის აფსიდში, კონქში გამოსახულია ძალზედ არქაული რედაქცია საკურთხევლის მოხატულობისა, კერძოდ საყდარზე დაბრძანებული მაცხოვარი და მის წინაშე
მუხმოდრეკით შევრდომილი ორი ანგელოზი, ანუ ანგელოზთაგან უფლის თაყვანისცემის გამოსახულება. ანუ უფლის დიდება. უფლის დიდება, რომელსაც ჩვენ ხედავთ ადრეულ გარეჯში, დიდება, რომელიც შემდეგ ჩვენ განსაკუთრებული მასშტაბით შეიძლება ვიხილოთ ტაუკლარჯეთში, გელათში, ტაუკლარჯეთში და სვანეთის მოხატულობაში. მეფის მხატვარი თევდორე, რომელიც ბოლო დროს უკვე მე მგონი ეს აღარ არის სათუო ნამდვილად ტაუკლარჯეთში განსწავლული. დიახ, თუმცა მეფის მხატვარ თევდორესთან დიდების შემდგომი იკონოგრაფიული რედაქცია ვედრების სახით მოცემულია. დიახ, კიდევ უფრო სინთეზური და კიდევ უფრო შემოქმედებითად გამდიდრებული. და სწორედ ბოჭორმის მოხატულობა ამ რიგში, ამ ტენდენციას შეიძლება განვიხილოთ. თვითონ საკურთხევლის კედლებზე გამოსახული არიან ეკლესიის მამები, ორ რიგად, რაც შეიძლება ისევ საეკლესიო კრების ასოციაციას აძლიერებდეს რუისურბნისის კრება მაქვს მხედველობაში, ხოლო ბემაში არის ორი საუფლო დღესასწაული. ესეც საკმაოდ არაჩვეულებრივი გადაწყვეტა, კერძოდ ფერისცვალება და ლაზარეს აღდგინება. რომელიც თავისი საღვთისმეტყველოს სიღრმით, რა თქმა უნდა, საკურთხევლის უფლის დიდებას გამოხატავს, რადგან ჩვენი თვითფერისცვალება არის თეოფანიური დღესასწაული, ხოლო ლაზარეს აღდგინება ასევე უფლის ყველაზე დიდი დღესასწაული, ყველაზე დიდი სასწაულია და ორივე ერთად ადიდებს უფალს. თვითონ ტაძრის მოხატულობაში ლაიტმოტივი არის სატრიუმფო თაღის წარწერა, სახსა შენსა შვენი სიწმინდე უფალო სიგრძეთა შინა დღეთასა. წარწერა, რომელიც ტრადიციულია ასევე ქართული მოხატულობებისათვის, დოდოს რქაში ვხედავთ მას, ჩვაბიანში, შემდეგ გვიანგელათის ორივე ტაძრის მთავარი წარწერაც ეს არის და ბოჭორმაშიც. ამასთანავე ეს წარწერა, ეს ფრაზა სახსა შენსა შვენი სიწმინდე უფალო 92 ფსალმუნის ერთ-ერთი ლექსი თვითონ ლიტურგიიდან არის კვეთიდან დიახ. და რაც შეეხება ამ ორი საუფლო დღესასწაულთა რიგის თემების გამორჩევას და ჩართვას ესეთ ცენტრალურ ნაწილში მოხატულობისა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ იმ პერიოდში, როდესაც იხატებოდა ბოჭორმა, უკვე ცნობილი იყო იოანე ზოსიმეს მიერ დაწერილი ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი და უკვე იყო გააზრებული ეს ნაწარმოები, როგორც ქართველი ერის აღორძინებისადმი მიძღვნილი და მისი ღვთაებრივი მისიისადმი მიძღვნილი თხზულება რა და ამიტომაც შეიძლება გამორჩევით მოათავსეს სწორედ ლაზარეს აღდგინების თემა და როგორც ისაც ვიცით, ეს ნაწარმოები სინას მთაზე შეიქმნა და სინას მთა თაბორის მთასთან როგორ კავშირშია და თეოფანიური თემა აქაც როგორი დომინანტია რა იქაური ცხოვრებისაც, ისტორიისაც ზოგადად ამ ადგილების და შემდეგ სამონასტრო ცხოვრებისაც ესაც ვიცით და აი შეიძლება ესეთი კავშირიც დავინახოთ და დავით აღმაშენებლის დამოკიდებულება კიდე სინას მთის მიმართ. გამორჩეული სრულია. ჩვენ ვიცით, რომ მან სინას მთაზე წმინდა გიორგის ეკლესია ააშენა და ამასთანავე ალბათ უნდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მაყურებელს მოვახსენოთ იმის შესახებ, რომ სინას მთაზე დაცულია დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას ყველაზე ადრეული გამოსახულება, რაც აი ამ კავშირს ქართულ მეფეთა განსაკუთრებულ დამოკიდებულებას სინის მთისადმი კიდევ ერთხელ ცხადყოფს. აღმოაჩენს და ეს ხატიც არის წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი, უფრო სწორედ წმინდა გიორგი გვერდით დგას დავით აღმაშენებელი და წმინდა გიორგი არის შუამდგომელი მეფესა და მაცხოვარს უფალს შორის, რომელიც ხატის ზედა ნაწილში არის მოთავსებული და ძალიან საოცრად და კარგად არის გადმოცემული იკონოგრაფიული სქემით აი ეს ვედრების შუამდგომლობისა და წყალობის მომენტი, იმიტომ რომ დაზიანების მიუხედავად კარგად ჩანს, რომ მაცხოვარი უსმენს, თავი მიბრუნებული აქვს წმინდა გიორგისადმი, რომელიც ხელება აპყრობილია მის მიმართ და მაკურთხეველი მარჯვენა გაწვდილი აქვს მეფის მიმართ. საოცრად არის აწყობილი ეს კომპოზიცია და ეს ხატი შექმნილია დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში, ესაც ცნობილია და სწორედ მას მერე ქალბატონი დარეჯან კლდიაშვილის აზრით, როდესაც მოხდა მეფის მიერ კახეთის შემოერთება, იმიტომ რომ მისი ტიტულატურა არის სრული
და მოიცავს ამ ფაქტსაც. საერთოდაც დავით აღმაშენებლის დამოკიდებულება წმინდა გიორგისადმის გამორჩეულია და პირიქით წმინდა გიორგის შეწევნა მისამი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ სახელგანთქმული დიდებული დიდგორის დროს თავარ მოწამე გიორგი განცხადებულად წინა უძღოდა წერს მემატიანე და ისე იბრძოდა, რომ წარმართნი მოღმართ აღიარებდნენ. ანუ მოიქცა ბევრი წმინდა გიორგის რა თქმა უნდა. და მთის მოქცევაც დაკავშირებულია სწორედ დიდწილად დავით აღმაშენებლის პერიოდთან არა, ვიცით ჩვენთაში ცოტა გვიან მოხდა ქრისტეს რჯულის ისე განმტკიცება, როგორც ამას ეკლესია თხოვლობდა და აი დავით აღმაშენებლის იდენტიფიკაცია იმ პორტრეტში, რომელზედაც თქვენ ბრძანეთ, ამ ხრივაც ალბათ უფრო მისაღები და დასაჯერებელია. ქალბატონო ასმათ, რომ გავაგრძელოთ საუბარი მოხატულობის სისტემაზე, ალბათ არ უნდა შევიტანოთ ეჭვმაში, რომ გუმბათში წარმოდგენილი იქნებოდა ჯვრის ამაღლება, როგორც ეს მიღებული იყო ქართულ ტაძრებში და რა არის დარჩენილი დანარჩენ მკლავებში. თქვენ მართალი ბრძანეთ, რომ გუმბათში უნდა ყოფილიყო ჯვრის ამაღლება და რატომ? კიდევ ერთი ძირითადი საფუძველი ის არის, რომ ქართული მონუმენტური მხატვრობისათვის გუმბათის ცაში გამოსახული ჯვრის ამაღლება არის პრიორიტეტული და ჩვენ ალბათ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ, დასაბამს იღებს ქართლის მოქცევის განსრულებიდან და მცხეთის ჯვრის სასწაულიდან. მაგრამ დამატებითი არგუმენტი ამისი არის თვითონ ტაძრის პატრონი წმინდა გიორგი, რომელიც მრავალმოწამეა, დიდმოწამეა და მოწამეობის თემას ყველაზე მეტად გამოხატავს სწორედ ჯვრის დიდება. ჯვარი როგორც მოწამეობის უდიდესი და აღუმატებელი სიმბოლო. რაც შეეხება თვითონ ძლევის სიმბოლოც კიდე ისევ კონსტანტინე დიდის სიზმარს თუ გავიხსენებთ. დიახ, რა თქმა უნდა, ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მაგრამ სავარაუდოდ აქ უნდა ყოფილიყო ჯვრის ამაღლება. ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია თვითონ გუმბათქვეშა ტრომპ-აფრების გარდამავალი ფორმა მოხატულობა. რა იყო აქ გამოსახული? ჩვენ ვიცით, რომ ტრადიციულად ჩვეულებრივ ჯვარ-გუმბათურ ტაძარში იხატება ხოლმე 4 მახარებელი, როგორც 4 წყარო ზეციური ჭეშმარიტების გარდამოსვლისა მიწაზე. მაგრამ ბოჭორმაში 6 ტრომპ-აფრა და იქ გამოსახულნი არიან სერაბიმები, ქერუბიმები და 4 ხატენი. ანუ ზეციური დასი, რომელიც ასევე ცისა და მიწის შეერთებისა და ცისმცველი დასია. ეს ბოჭორმის მოხატულობისთვის არის დამახასიათებელი. რაც შეეხება ტრადიციულ 12 დღესასწაულს, მხატვარმა დაიცვა მისი რიგობითობა და საკურთხევლის მიმდებარე ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აფსიდებში გაშალა ეს ციკლი. თანაც დაიწყო ასე კონქში, ერთ კონქში არის ხარება, როგორც დასაბამი დაუსაბამო უფლისა, მეორე კონქში შობა და შემდეგ ასე მიყვება. და სხვათა შორის ფერისცვალება და ლაზარეს აღდგინება ბუნებრივი თხრობის შედეგია. ანუ რიგობითობის გაყვება, ფერისცვალება და ლაზარეს აღდგინება. ჩვენ ვიცით, რომ მიმდებარე 2 დღესასწაულია, მაგრამ დაუშვა მათი გამოსახვა საკურთხეველში განსაკუთრებული მნიშვნელოვანების გამო. და მთავრდება 12 დღესასწაული ჯვარცმით, ანუ ვნებით. და ესეც კიდევ ერთხელ არის განდიდება წმინდა გიორგის როგორც მთავარმოწამეს. რაც შეეხება შემდეგ ეს არის ჩრდილო-დასავლეთი აფსიდი, იგი მთლიანად ეთმობა უფლის სასწაულთა ციკლს. კონქშია გამოსახული. უკაცრავად მთავრდება ჯვარცმით, ანუ აღდგომა, ამაღლება, სულთმოფენობა, ღვთისმშობლის მიძინება არ არის გამოსახული. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ. ძალიან უცნაური, მაგრამ ამ შემთხვევაში გარკვეული ლოგიკური დაშვების საშუალებას გვაძლევს იკვის წმინდა გიორგის ეკლესიის გუმბათი, სადაც უმნიშვნელოვანესი გამოსახულებები ატანილია სწორედ გუმბათის ხელში, მემხედველობაში მაქვს ჯვარცმა, ჯვრიდან გარდამოხსნა, საფლავად დადება და ფერისცვალება, როგორც უფლის ვნების, აღდგომისა და ამაღლების გამოსახულება. თუმცა იქვში ჩვენ გვაქვს სწორედ უფლის ამაღლება და არა ჯვრის დიდება. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიის გუმბათი მოიცავდა 6 სარკმელს და სარკმლებს შორის საკმაოდ დიდი ფართობი იყო სიბრტყის თვალსაზრისით, უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ შესაძლოა გამოსახული უკვე აღდგომის თემასთან და ამაღლების თემასთან დაკავშირებული გამოსახულება. მით უმეტეს მე-12 საუკუნის მოხატულობა ამ მხრივ არაჩვეულებრივ ინტერპრეტაციის სურათს გვიქმნის.
და ძალიან ბევრი ნაირგვარი სქემა არსებობს, ანუ მხატვრები შეიძლება ითქვას, ზით კრეატიულად უდგებიან პროგრამის შედგენას. და შეეხება წმინდა გიორგის გამოსახულებებს, აი რა მოცულობის არის ეს ციკლი და რამდენი სცენა შედის და რომელი თემებია გამოყოფილი. დიახ, როგორც მოგახსენეთ, ერთი აფსიდა ეთმობა მთლიანად მაცხოვრის სასწაულებს და საკურთხევლის მოპირდაპირე ღერძზე, მოპირდაპირე დასავლეთი აფსიდე მთლიანად წმინდა გიორგის ეძღვნება. კონქში გამოსახულია წმინდა გიორგის მიგვრა დიოკლეტიანე მეფის წინაშე. ანუ ეს ის ეპიზოდია, როდესაც წმინდა გიორგიმ რა თქმა უნდა აღიარა ქრისტე და ქონება დაარიგა. შემდეგ უკვე სარკმლის აქეთ-იქით ქვედა რეგისტრში ორი დღესასწაულია. შოლტით ცემა და ურმის თვალზე წმინდა გიორგის წამება და იქვე გამოსახული არის ანგელოზი. და ჩვენ ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებიდან, რომ სწორედ ამ დღესასწაულის დროს შეეხმიანა მას უფალი და მე აშლიმილი არ ვისარგებლო და არ ვთქვა უფლის სიტყვები, გიორგი მე მარადის შენთანა და შენ ჩემთანა უგუნისამდე. ეს არის სიტყვები, რომელიც გარკვეულწილად თუ კიდევ უფრო სხვა კუთხით შევხედავთ, არის უფლისა და ქრისტიანი ქართველი ერის სინერგიული ერთობის გარკვეული გამოხატულება. და ის სწორედ წმინდა გიორგის ეკლესიის ამ მომხატველმა ამ დღესასწაულს გაუსვა ხაზი. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ტექსტების მიხედვით ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი სწორედ 23 ნოემბრის გიორგობის მადლის მატარებელია, არაჩვეულებრივი კავშირი შეიძლება დავინახოთ და ხოლო რაც შეეხება თვითონ აფსიდის ქვედა მკლავში გვაქვს ასევე ძალიან საინტერესო გადაწყვეტა, როდესაც თავისკვეთაა მოცემული და გამოსახულია მახვილის წინაშე ქედადრეკილი წმინდა გიორგი და იქვე ამ გამოსახულებას აგრძელებს ლასია ქალაქის სასწაული, ანუ მეფისასულის სასწაული, რაც მთლიანობაში ასე შეიძლება გავიაზროთ მსხვერპლი წმინდა გიორგის და ტრიუმფი, ანუ გამარჯვება. ტრიუმფალურ სცენებს შორის ლასია ქალაქის სასწაული განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ესაც ვიცით და ამიტომ ძალიან ხშირია მისი წარმოდგენა ქართულ ხელოვნებაში, რადგანაც ის დაკავშირებულია ქალაქის მოქცევასთან, ანუ ქვეყნის მოქცევასთან და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყრმის გამოხსნის სასწაულთან ერთად და უფრო მეტადაც კი ვიდრე ყრმის გამოხსნის სასწაული, ეს თემა გვხვდება ჩვენ როგორც კედლის მხატვრობაში, ასევე ხატებზეც, არა? რაც შეეხება ლასია ქალაქის სასწაულს, რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული სასწაულის ამსახველი გამოსახულება, მაგრამ ამასთანავე თუ ჩვენ ამ სასწაულს განვიხილავთ ქრისტიანული სახისმეტყველების სხვა კუთხით და მის კომპონენტებში ამოვიკითხავთ სხვა საღვთისმეტყველო საზრის არაჩვეულებრივი სურათი იხსნება. კერძოდ, მეფისასული, როგორც დედა ეკლესია, ქალაქი, სადაც გამოხსნის შემდეგ მიუძღვის მას წმინდა გიორგი, არის ზეციური იერუსალიმი, ურჩხული წუთის სოფელი. და აი ამ კონტექსტში ჩვენ წმინდა გიორგი გვევლინება როგორც მიწიერი ეკლესიის მსახური, ვიდრე ჟამის აღსასრულამდე და ასევე არ შემიძლია არ ვისარგებლო მომენტით და არ მოვახსენო მაყურებელს, თუ როგორ მოიხსენიებენ წმინდა გიორგის ლომისის წმინდა გიორგის მეფე, მას უწოდებენ პიროფლიანს. ერთხელ ვქვიკიდეთ, რომ პირმზიანი თქო და არაო პიროფლიანიაო, იმიტომ რომ ისო მეორედ მოსვლამდე იბრძვის ჩვენი გადარჩენისთვის. და აი ეს ცოცხალი რწმენა მთისა და ლასია ქალაქის გამოსახულება არის უწყვეტად ერთმანეთთან დაკავშირებული. ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციაა და სიღრმისეული, ნამდვილად გასათვალისწინებელია ის, რაც თქვენ ბრძანეთ ახლა ამ ხატის თეოლოგიურ საზრისთან დაკავშირებით. და თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლო წმინდანთაგანი არის წმინდა გიორგი და მეოხი ვიდრე ჟამის აღსასრულამდე, საქართველოს გეორგიასაც უწოდებენ და გეორგიანული ქვეყანაა და ამასთანავე საქართველო არის ღვთის წყალობით, კვართის მოდით ნუ ვიტყვით მცველი კი არა მსახური ის გვიცავს ჩვენ და მთელ სამყაროს აი კვართის მსახური ქვეყანა ხოლო კვართი კი არის სწორედ უქცეველი ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი მადლი სამყაროში აქედან გამომდინარე გარკვეული სურათი იკვრება და ლოგიკური ხდება თუ რატომ არის ლასია ქალაქის სასწაული ჩვენთვის
განსაკუთრებული მნიშვნელობის. ხო, რაც შეეხება სასწაულებს, ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიაში კიდევ მეორე მნიშვნელოვანი და ფართოდ გაშლილი გამოსახულება სასწაულის. ეს არის წმინდა გიორგისაგან ტყვის გამოხსნა და ეკლესიაში მოყვანა. და აი ეს გამოსახულება გვიჩვენებს, რომ წუთისოფლის ტყვეობისაგან მხოლოდ ეკლესია გადაარჩენს ადამიანს და საბოლოო ხსნისაკენ ეკლესია ჩვენი მემკვანებელი. სიმბოლური მნიშვნელობით და რეალისტურადაც რო შევხედოთ, ანუ რეალობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ტყვის გამოხსნის თემა მებრძოლი ქვეყნისთვის და ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც მტერმრავალი საქართველო იყო შუა საუკუნეების განმავლობაში, ძალიან აქტუალური იყო, არა? იმიტომ რომ უამრავი იყო ესეთი შემთხვევები დაპყრობისა და იგივე სინასპთაზე ქართველი მოწესეები ხელნაწერთა მინაწერებში სწორედ ავედრებენ, როდესაც ავედრებენ საქართველოს იქედან შორიდან ერთს, რასაც ისინი თხოვლობენ ამ თავიანთ ლოცვა-ვედრებაში არის, რომ ტყვეთა უკან მოქცევა მოხდეს, ანუ ღვთისწყალობითო. ტყვეთა დაბრუნება, განმანთავისუფლებელი. და ჩვენ ვიცით, რომ ლომისის წმინდა გიორგის უდიდეს სასწაულში სწორედ 7000 ტყვის გამოხსნა არის ხორასნიდან. ასე რომ ეს არ არის უბრალოდ მხოლოდ ისე შემთხვევით შერქმეული ეპიტეტი წმინდა გიორგის, არამედ ეს არის უდიდესი მადლი. და ეს თემა გვხვდება ჩვენ, ვთქვათ, იგივე იკვის მოხატულობაში, არა? ეს მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ადრეული მხატვრობა წმინდა გიორგისადმი მიძღვნილ ეკლესიაში და სხვა ვთქვათ, მოხატულობებშიც ლასია ქალაქის სასწაულს ტიხრული მინანქრის არაჩვეულებრივი ხატიც მიეძღვნა, რომელიც ასევე ხელოვნების მუზეუმში შეიძლება ნახოს მაყურებელმა და თემა წმინდა გიორგის მიერ ვეშაპის დალახვისა, რომელიც გაგრძელებას წარმოადგენს ლასია ქალაქის თემისა, ასევე ძალიან პოპულარულია საქართველოში, ეს იცის ჩვენმა მაყურებელმა, მაგრამ შევახსენოთ ისიც, რომ არის კიდევ განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას, თითქმის ქართული რედაქცია ამ თემისა, როდესაც აი ამ ვეშაპის გამოსახულებას, გველეშაპის გამოსახულებას ენაცვლება ურჯულო მეფე და კონკრეტულად მეფეში დიოკლეტიანე იგულისხმება, რომის იმპერატორი, რომლის დროსაც მოხდა ქრისტიანების დიდი დევნა და წმინდა გიორგის წამება და თავის კვეთა და ვიცით ჩვენ უამრავი ხატები, ჯვრებზეც გამოსახულებები ამ თემისა, თუმცა იგივე შუა საუკუნეებში ზოგ შემთხვევაში დიოკლეტიანე ჩანაცვლებულია სიმბოლურად ბიზანტიელი მეფის გამოსახულებასთან, ანუ შესამოსელის მიხედვით, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ როგორ ეცვათ რომის იმპერატორებს და ის საბრძოლო სამოსი, რაც დამარცხებულ დიოკლეტიანეს აცვია ხოლმე ხატებზე, სწორედაც რომ ქრისტიანი და კონკრეტულად ბიზანტიის მეფის სამოსია. განსაკუთრებულია და რადგან ამ შემთხვევაში დიოკლეტიანე არის წუთისოფლისეული ბნელი მეუფების სიმბოლო, მას ვეშაპსაც უწოდებენ ზოგადად თავებში ხოლმე. ქალბატონო ასმათ სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა და ჩვენ ალბათ გავაგრძელოთ ეს თემა შემდეგი გადაცემის ფორმატშიც, მე დროებით გემშვიდობებით შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ მათ ესაუბრებოდა ქალბატონი ასმათ ოქროპირიძე, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი, რომელიც იქნება ჩვენი მომავალი გადაცემის სტუმარი და თემა წმინდა გიორგის გამოსახულებების შესახებ იქნება შემდეგი ჩვენი გადაცემის ძირითადი მოტივი. დიდი მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.